გამარჯობათ ბავშვებო, დღეს ვისაუბროთ ნიკო ფიროსმანზე. ნიკოლოზ ფიროსმანიშვილი დაიბადა 1862 წლის 5 მაისს, სოფელ მირზაანში. როგორც ვიცით, იგი იყო პრიმიტივისტი მხატვარი. ცნობები ფიროსმანის შესახებ ძირითადად მისი გარდაცვალების შემდეგ შეიკრიბა. იგი გარდაიცვალა 1918 წელს. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა დიდ გამოფენებზე. 1920-იან წლებში ბეჭდებოდა წერილები, გამოიცა მისთავი მიძღვნილი კრებულები, შემდეგ უკვე წიგნები. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმები, მუსიკალური ნაწარმოებები. ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყნებში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი. ხოლო მის მშობლიურ სოფელში მირზაანში გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მის მხატვრულ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს. ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე. ფიროსმანს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს. დღემდე ფიროსმანი ერთადერთი ქართველი ანიმალისტი მხატვარია. იგი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად სიმბოლურ მოლარულ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჟირაფი, ირემი, თეთრი ღორი და სხვა. ბავშვებო, დღეს მე მინდა დავხატოთ ფიროსმანის ირემი. ეს ირემი მე ვაშაპშაველას შვილის ნუკრის ნაამბობს მაგონებს. ფიროსმანის ნახატებში ცხოველები თითქოს ადამიანების თვალებით იყურებიან. დღეს ეს თემა მე იმიტომ ავირჩიე, რომ ვიცი ყველა ბავშვს ძალიან გიყვართ ცხოველები. ახლა ჩვენც ვცადოთ და ფიროსმანივით დავხატოთ ირემი.